მოგესალმებით, ეთერშია მოვამბეთ 18 საათზე ახალ ამბებს ლაშა ბერძენიშვილი გაგაცნობთ. გამოშვებაში ნახოთ. ექსპერტიზის დასკვნა და დაცვის მხარის პოზიცია. საქალაქო სასამართლოში აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და სპეციალური ანგარიში. სამართლიანი არჩევნების განცხადება. სად და რა ფორმატში შეხვდებიან უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება და სერგეი ლავროვის პასუხი. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კ მეტრეველსა და გ ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ენათქვამი. უწყების ცნობით გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რის გამოც გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის მერვე დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ნომერი მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა դ გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ვის რა სტრატეგია აქვს და გეგმა თვითმმართველობის არჩევნებამდე თვენახევრით ადრე. ნაციონალური მოძრაობა კვლავ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რეჟიმის დემონტაჟი ქუჩაში მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილმა. პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია. არანაირი მესამე გზა არ არსებობს, წერს ხაბეიშვილი. მისივე თქმით ის უერთდება პაატა ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას. ხაბეიშვილის ამ განცხადებას დღეს პოლიტიკოსები გამოეხმაურდნენ. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით მიზანი ერთია, ხელისუფლების დამარცხება, თუმცა ამის განხორციელების ხედვა და სტრატეგია ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული აქვთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდის განცხადებით, არავის მისცემენ ქვეყანაში არეულობის უფლებას და ნებისმიერ უკანონო ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი პასუხი გაეცემა. 4 ოქტომბერს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აუცილებლად დიახაც ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია, ამის გარდა ალტერნატივა არ არსებობს, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესი მკვდარია, როცა ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, საარჩევნო უბნებზე არ წყდება ქვეყნის ბედი. კონკრეტული თარიღები, როცა არის ხოლმე ვიღაცისთვის პრობლემური ოპოზიციის შიგნით, ეს გახავთ ძალიან გაუგებარი, იმიტომ რომ დიახაც ჩვენ უნდა მემზადებოდეთ მშვიდობიანი დემონტაჟისთვის ამ რეჟიმის და არაფერი ახლა რაღაც განსაკუთრებული არ თქმულა ჩვენ მიერ და მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ლიდერის ერთ-ერთის ლევან ხაბეიშვილის მიერ ჩვენ ქუჩაში უნდა მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი. მე ლევან ძალიან პატივს ვცემ, ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ძალიან გულადი ბიჭია და ძალიან მონდომებული. უბრალოდ და ვიცი რომ მე ეჭვი არ მეპარება რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება ამ ხელისუფლების. უბრალოდ ჩვენც ანალოგიურად გვინდა რომ ესენი დავამარცხოთ და გამოვყაროთ ამ ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩვენ სხვანაირად უყურებთ ამ პროცესს, ჩვენ აბსოლუტურად სხვა სტრატეგია გვაქვს, ლევანს და დანარჩენებს სხვა სტრატეგია. ჩვენი გზები მანდ იყოფა, ჩვენ გზაზე გაგვიმარჯოს, ლევანს თავის და აი გეგმას უწერია განხორციელება, აი რევოლუციურ სცენარს თქვენი შეფასებით უწერია? აღდგომა და ხვალეო, მაგას გავიგებთ 4 ოქტომბერს. ჩვენ ხაბეიშვილის ამ მოწოდებებზე არასდროს სერიოზული კომენტარი არ გაგვიკეთებია. 13 წელია ეს ადამიანი სულ ვიღაცის დამხობით იმუქრება და ეხლა ეს ახალი ტერმინი გაჩნდა კიდევ მშვიდობიანი დამხობა. არ ვიცით, არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ნებისმიერი რადიკალური ძალადობრივი რაღაც მოქმედება არის მიუღებელი თქვენ ეს ისეთ კარგად და ამიტომ ვართ ჩვენ არჩევნებში, რომ არ ვემხრობით რადიკალურ სცენარებს, ხო? და თან ახლა მით უფრო მას თუ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, რომ ეს მშვიდობიანი თუნდაც რევოლუციით შეცვლის ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს, კი ბატონო აიღოს პასუხისმგებლობა და თუ ვერ შეცვლის, მერეც ინებოს და გამოვიდეს და აღიაროს, რომ არ აქვს მას არანაირი რესურსი და ტყუილა პირდებოდა ხალხს და მათ შორის ტყუილა მოუწოდებდა ხალხს
არჩევნების ბოიკოტის. ხაბეიშვილი არის ერთი პოლიტიკური კარიკატურა, რომელიც რაც უფრო მეც ილაპარაკებს, მით უფრო კარგი იქნება ზოგადად ვიქნაიდან აი ეს არის ის დარჩა რადიკალური ოპოზიციიდან დღეს და რა თქმა უნდა მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. უბრალოდ კარგია მეტი ილაპარაკონ, მით უფრო მეც გაიგებს ამ ადამიანების შესახებ ჩვენი საზოგადოება. ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, რა თქმა უნდა, თუ მას პოლიტიკაში ყოფნას შეიძლება ყოფი ადამიანი შეიძლება უწოდოთ, ეს ადამიანი იმასაც კი ვერ ბედავს, რომ რეალურად რა დავალებაც მიიღო, ეს დავალება უბრალოდ გააჟღეროს. მაგალითად, მიღებული აქვს დავალება, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას ხელი შეუწყოს. და ეს ამ ყველაფრის ტირაჟირებაც უნდა მოახდინოს, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ბედავს და საუბრობს მშვიდობიან გადატრიალებაზე. მშვიდობიანი გადატრიალება რას ნიშნავს? ეს სიტყვათა წყობა, რა თქმა უნდა, ყველასათვის გაუგებარია. მთავარია ყველამ იცოდეს კარგად, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას, შესაბამისად ყარა დგას ქართული საზოგადოებაც, ქართული ოცნების გუნდის და არავის არ მივსცემთ საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, ან როგორც მაგალითად ერთ-ერთმა სკანდინავიერმა მაღალჩინოსანმა თქვა, ჩვენს ქვეყანაში მაიდანის მოწყობის მცდელობას გქონდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წინა საარჩევნო პერიოდის დაწყებისთვის ქვეყანაში არსებული გარემო სპეციალური ანგარიშით შეფასდა. გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაცია არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანაში არსებულ არასათანადო მდგომარეობას ასახელებს. კერძოდ კი დასახელებულია არჩევნებამდე 1 წლით ადრე შეცვლილი საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, პოლიტიკური პარტიების გარშემო განვითარებული მოვლენები, მედია გარემო და არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, არჩევნებზე უპარტიო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს დაკვირვების შესაძლებლობა შეეზღუდათ. დასახელებული მიზეზების გამო ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში პირველად არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას. ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს ჩვენთვის წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრების კანდიდატი ქვეყნისთვის, წამოყენებული მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. სამართლიანი არჩევნების მოსაზრებით ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის 3 პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, ქვეყანაში დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. აქედან გამომდინარე, სამართლიანი არჩევნები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. ჩვენ მნიშვნელოვანწილად უკვე შეგვიძლია არსებული გარემოს გათვალისწინებით შევაფასოთ, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განსახორციელებლად არის საჭირო მინიმალური პირობები ქვეყანაში და ამ მხრივ, როგორც აღინიშნა, 3 პირობა, რაც მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ არის განსაზღვრული და რომელსაც მიერთებულია საქართველოს, 3-ვე ნორმა არის მნიშვნელოვნად დაყვეული, მათ შორის ითქვა ცლად ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ქვეყანაში და ასევე პროცედურულ გარანტიებზე, რაც გულისხმობს არჩევნებზე დაკვირვების მაქსიმალურად ფართო შესაძლებლობის არსებობას ქვეყანაში და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, სამწუხაროდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ფაქტობრივი კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე კიდევ უფრო გაძლიერდა. სამართლიანი არჩევნების განაცხადი, რომ ის არ დააკვირდება საქართველოს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს, მე ვფიქრობ, ამაში არაფერი კატასტროფა არ არის. მთავარია, რომ ისინი არ ჩაერიონ არჩევნების გაყალბებაში. ეს წარსული მათ ისტორიაში არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი საარჩევნო როგორც დამკვირვებლის არ მონაწილეობა დიდად არაფერს შეცვლის, მაგრამ ისინი თუ ძველი მეთოდებით იმოქმედებენ და მიიღებენ გაყალბებაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელი იქნება, ესაც ვერ შეცვლის შედეგს, მაგრამ კიდევ ერთი მორიგით სუდი მცდელობა იქნება მათი მხრიდან.
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გრანტების შესახებ დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკ კარნეგის კორპორაციისგან 9 მილიონიანი გრანტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მაკკეინის ინსტიტუტმა გავრცელა. როგორც მაკკეინის ინსტიტუტში აცხადებენ, გრანტი უნდა მოხმარდეს პოლიტპატიმრების და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას. გრანტი კი იქნება საწყისი დაფინანსება პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის. პირველ წელს ფოკუსია რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე, მათ შორის მზია ამაღლობელი ქართველი ჟურნალისტი ხესუს არმასი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკავა ბელარუსი პლეიტისტი და აქტივისტი ღაზის ისრაელ-ამერიკელი მძევლები წერია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როდესაც ხდება საერთაშორისო კუთხით, რა თქმა უნდა, სხვა აქტორების მიერ აქტუალიზება გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიკური ასე ვთქვათ პატრიოტებთან დაკავშირებით კამპანიების, ეს რა თქმა უნდა იწვევს ხოლმე ესე არის ცნობილი უფრო მეტად ზრდის ალბათობას, რომ კონკრეტული პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს, ანუ არაფერი ახალი ამაში არ ყოფილა, როდესაც უფრო მეტი პოლიტიკური აქტორი, უფრო მეტი თუნდაც ორგანიზაცია, უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი საუბრობს და აქტიურად ეწევა კამპანიას კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების, რა თქმა უნდა, მისი გათავისუფლების ალბათობა იმატებს. საქართველოში სამწუხაროდ უცნებაა არ დატოვა არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სამართლიანად დაიცავს ამ ადამიანის უფლებებს. ერთადერთი ვინ შეიძლება ეს გააკეთოს არის ძლიერი არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ხალხი თუ ვინმე ამაში დახმარებას გაუწევს საქართველოს, რომ საქართველოში დაცული იყოს უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ინტერესები და უფლებები, ახლა ამაში მეგონი ცუდი არაფერია. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და ის უბედურება დატრიალდა, მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი მაღალჩინოსარი აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის ხმას აძლევდა ინტერვიუს, სადაც სიცილით და ქილიკით საუბრობდა საქართველოში თუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და შესაბამისად ადამიანები გარდაიცვლებოდნენ, ამ ყველაფერზე ქილიკობდა. ამავე განცხადებაშიც მაკკეინის ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერიო და უზრუნველყავით, რომ ნიკა გვარამია შეწყალება მომხდარიყო. ვინ შეიწყო სალომე ზურაბიშვილმა. როდესაც გალბატონ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ და სხვა პირებთან გვერდით აყენებენ, მაშინ კეთილი ენება მაკკეინის ინსტიტუტს და იმ ადამიანის სახელი და გვარით ჩაეწერა სიაში, რომელმაც მაკრონს სილა გააცნა და შემდეგ 14 თვით პასუხისმგებლობა დაეკისრა. მაგრამ ასე განცხადება არ გაუკეთებიათ, რატო არ გაუკეთებიათ? იმიტომ რომ ის ადამიანი არ არის გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი. მაკკეინის ინსტიტუტი არის Deep State-ის ჰიბრიდული ინსტრუმენტი და ჩვენ ბოლო წლების გამოსწორებითაც ვიცით, რომ ზუსტად მაკკეინის ინსტიტუტიდან როგორც ცდილობდნენ საქართველოში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, არეულობის მოწყობას და ამაში საკმაოდ მსხვილი თანხები იხარჯებოდა ამ ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მაკკეინის ინსტიტუტი, როგორც სიძულვილით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ, და ასევე ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ კონტრაქტორი არის მაკკეინის ინსტიტუტის და ის რასაც აცხადებს, სწორედ მაკკეინის ინსტიტუტის ლეგიტიმაცია გააჩნია მხოლოდ. სხვა შემთხვევა არის, რომ ამ ინსტიტუტის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება წარმოებული, არის ამაო და შედეგს ვერასდროს ვერ გამოავლენს. ევროკომისიამ Heritage Foundation-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0.5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 55.3% მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 სახელმწიფოს. პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სხვა ქვეყნებიც: სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. ამასთან მოლდოვა და უკრაინა რუსეთთან და ბელორუსთან ერთად ევროპის უკანასკნელ 4-ელში და მათი შეფასება 100%-იანი სისტემით 32%-ზე დაბალია. მსოფლიოში სასამართლო სისტემის ეფექტიანობა შეფასდა 3 კრიტერიუმით: სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო პროცესის ხარისხი, საჯარო მომსახურების ხარისხის და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ამერიკული ორგანიზაცია Heritage Foundation-ი აწარმოებს. ანგარიში ეყრდნობა Freedom House-ის და მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროფილურ გამოკვლევებს.
მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით საქართველოს უსწრებს არაერთ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს და ეს არის ობიექტური რეალობა. ამ რეალობას ასევე ზურგს უმაგრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების. ეხლა კითხვა ისმის ევრობიუროკრატების მიმართ, ვინაიდან თუ ისინი არ ინდობიან ევროკომისიის მიერ დაკვეთილ შედეგებს, მაშინ გამოდის რომ მათ გააჩნიათ სუბიექტური განწყობები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ამ შემთხვევაში ფაქტი არის რომ ისინი არიან არა ობიექტური შემფასებლები და გადაწყვეტილების მიღებები, არამედ ისინი სხვათა დავალებებს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ შინაური თუ უცხოელი პირების მიერ განსაკუთრებული თავისებური შეტევა მიმდინარეობს სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე, ამ ყველაფრის მიუხედავად Heritage Foundation, რომელიც არც ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმისადმი დიდი სიყვარულითა და სიმპათიებით არ გამოირჩევა, ვერ გაურბის იმ ფაქტს, რომ სასამართლოს ეფექტიანობა არის გაზრდილი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის გაზრდილი და შესაბამისად ნდობა სასამართლოს მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არის მზარდი და საქართველოს წინ უსწრებს 4 ნატოს წევრ ქვეყანას, წინ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს. საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით 1 სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ სიპებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3000-მდე კონკურსზე შეუძლიათ. კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიულიათ. მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, სტუდენტს, რომელიც არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან სწავლობს მაგისტრატურაზე, ან 2024-25 წლის გაზაფხულის სემესტრში დაამთავრა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა. მთავარი შერჩევის კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA, გულათა საშუალო მაჩვენებელი და პლუს გასაუბრება. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას. გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მუდმივად საჭიროება ისეთი დეფიციტური მიმართულების სპეციალობების, როგორიც არის ჰიდროლოგები, გეოლოგები, სურსათის უნებლობის და ვეტერინარიის მიმართულების სპეციალისტები და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება გაიარონ ფასიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენს სისტემაში და შემდგომ დასაქმდნენ სწორედ ამ დარგობრივი მიმართულებებით ერთის მხრივ მათ მიიღონ და აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია და რა თქმა უნდა სამინისტროს მიეცეს საშუალება რომ შესთავაზოს დასაქმების შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებს. განაცხადების მიღება დაიწყება 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით. გასათვალისწინებელი არის, რომ სტაჟირებისათვის წელს შესაძლებლობა იქნება 74 პიროვნების მიღება სამინისტროში და სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. მოვუწოდებ ყველას, რომ შემოგვიერთდეს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მშენებლებზე, ინჟინრებზე, არქიტექტორებზე, სხვადასხვა სპეციალობებზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ჩვენ სტრუქტურასთან. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დართვის და ექსპერტების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც დაკმაყოფილდა. დასკვნის მიხედვით ნინო დათაშვილი ჯანმრთელია. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული დასკვნა ნინო დათაშვილის წინააღმდეგ არაა, თუმცა მათი მტკიცებით აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება კანონდარღვევით მოხდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურამ სასამართლოს განჩინება საზოგადოების წნეხის შემდეგ სტაციონარში გადაყვანაზე თვითნებურად შეცვალა და დათაშვილს მოტყუებით ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარა. ადვოკატების თქმით, დათაშვილს არ უთხრეს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდებოდა. ბრალდების მხარე ადვოკატების ბრალდებებს უარყოფს. როგორც პროკურორმა განაცხადა, მათ არ შეუცვლიათ სასამართლოს დადგენილება და ექსპერტიზა ადვოკატის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვეს. მისივე თქმით, დათაშვილი ექსპერტიზის წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, არ ჩაუტარდებოდა. დღესვე დაცვის მხარემ სასამართლოს აცილების შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატების მტკიცებით, დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატორია და აღნიშნული სასამართლო საქმეზე ობიექტურ განაჩენს ვერ გამოიტანდა. ისინი საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვას ითხოვდნენ, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დათაშვილს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შემდგომი სხდომა 8 სექტემბერს მხარეთა შესავალის სიტყვებით გაგრძელდება. განჩინება არსებობდა იძულებით სტაციონარში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ეს განჩინება პროკურატურამ უარყო და გადაკეთდა ამბულატორიულ ექსპერტიზად. ნინოს თანხმობა იყო საჭირო, ნინოს თანხმობა არ არსებობს. ანუ ამბულატორიულ ექსპერტიზად ჩატარდა ისე, რომ დავით მაგრაძემ უთქვა გაგესაუბრებითო და შესაბამისად გასაუბრების შედეგად აღმოჩნდა ისეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორც დღეს ვნახეთ. ნინო დათაშვილი ფსიქიკურად აბსოლუტურად ჯანმრთელია და მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში და ეჭვს არ იწვევს მისი ფსიქიკა. მიუმართეს საქალაქო სასამართლოს და აბუხსენი მნიშვნელობა მათ შორის 112-ის ჩანაწერის, რადგან თავად ნინო გახდა დაზარალებული და მსხვერპლი მანდატურების მხრიდან და შესაბამისად მან გააკეთა შეტყობინება. სასამართლომ მითხრა უარი განჩინებით, თითქოს ეს ორი ამბავი ერთმანეთთან არ იყო კავშირში, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ერთი ინციდენტი და ორი მხარე სხვადასხვა ისტორიას ასახავდა და ამით უნდა გამორკვეულიყო სიმართლე. სასამართლომ განმარტა, რომ ადვოკატს 112-ის ჩანაწერები ჭირდება ნინო დათაშვილის გასამართლებლად. და ეს იყო უარის საფუძველი. მე რა თქმა უნდა ნინო დათაშვილის გასამართლებლად მჭირდება ყველაფერი. აქ ხერხემალზე მხოლოდ არ იყო მითითება, იქ იყო თანხმლები დაავადება მითითებული და სწორედ ეს თანხმლები დაავადება გახდა საფუძველი ექსპერტიზის დანიშვნის. ესეთ შემთხვევებში სხვა არაერთი პირის მიმართ ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ვინმეს დასჯისგან მიმართ. კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია. კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქიატრიული ექსპერტიზა იქნა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა აღნიშნულ საქმეზე. თუ კი ნინო უარს განაცხადებდა, დასკვნაში ეს ასახული იქნებოდა, რომ უარი განაცხადა და დასკვნილება ვერ ჩატარდა. მლევა როცა არ ტარდება, დასკვნა ვერ გაიცემა. ამ შემთხვევაში ქალბატონი ნინო იყო თანახმა იმაზე, რომ ექსპერტს გასაუბრებოდა, გაესაუბრა, მიაწოდა ინფორმაცია და დასკვნა გაიცემა. გორის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, მიზეზი არის დავით რაზმაძის მიერ გამოცემა New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები. გორის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ასევე მხარს დაუჭერს პარტია გახარია საქართველოსთვის. მათ დღეს შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს. შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გამოცემა New York Times ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთმა ციტატამ კი ინტერვიუდან რუსები აქ როგორც მშვიდობის მყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს რომ შემოვიდნენ, ვინაიდან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია გამოიწვია. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ სტატიის ნაწილია სათაურით როგორ დავიდა საქართველოს დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე. New York Times-ი წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. თავად გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დღეს მოამბის ზარებს არ უპასუხა. ერთ-ერთი მედია გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში კი კატეგორიულად უარყო ინტერვიუში მოყვანილი ციტატის ავტორობა და ფაქტს ცილის წამება უწოდა. დღეს გორში ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებმა დააყენეს საკითხი იმპიჩმენტის საკრებულოს იმ თავმჯდომარის, რომელიც არის შემჩნეული საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი. ანწუხელიძის კვლელებს, შინდისის გმირების კვლელებს, ქართული სოფლების ამაოხრებლებს უწოდა მშვიდობის ყოფილები, ხოლო ქართველი ჯარისკაცები, ანწუხელიძის, შინდისის გმირების თანამებრძოლები მოიხსენია როგორც სააკაშვილის ხულიგნები. ყველა რუსეთის ქვეშემბრძოლს ამ ქვეყანაში გავაგდებთ კინწისყრით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ანწუხელიძის ქვეყანა, არის შინდისის გმირების ქვეყანა, ეს ქვეყანა არის მათ შორის დიახაც უმაღლესი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ, ასე ვთქვათ, აი მისი მებრძოლი გუნდის და იდეალისტების გუნდის ქვეყანა, რომელიც ბრძოლით მიღწეულ შედეგს საქართველოს თავისუფლების შენარჩუნებას არ დათმობს. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის მზადების პარალელურად რუსეთი უკრაინაზე იერიშებს განაგრძობს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთმა უკრაინას 641 დრონით და რაკეტებით შეუტია. რუსეთის სამიზნეს ძირითადად უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები და დასახლებები წარმოადგენდა. მათ შორის ლვოვიც, სადაც დაღუპულია ერთი ადამიანი, დაზიანდა 10-ობით სახლი. რუსულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ტრანსკარპატიის რეგიონის ქალაქ მუკაჩევოზე, ასევე ლუცკზე. მუკაჩევოში დაშავდა 19 მოქალაქემ, ასევე
დარტყმის შედეგად დაზიანდა ამერიკული კომპანიის Flex უკრაინის ქარხანა, რომელიც ელექტროტექნიკას აწარმოებს. ამ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების მიზანი ხალხის ტერორია. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში როვენის ოლქის მიმართულებით სულ მცირე 4 აერობალისტიკური რაკეტა კინჟალი გაისროლა. დარტყმის სამიზნე გახდა ქალაქი დუბნო. შეტევის დროს ასევე გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში დათანხმდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას სავსებით სამართლიანად მიაჩნია, რომ უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში გაიმართოს, რადგანაც ომი უკრაინაში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს. ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მოსკოვში ორგანიზების წინააღმდეგია. მისივე თქმით, ბუდაპეშტიც იოლი არჩევანი არ არის, რადგანაც უნგრეთის სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია. ცნობისთვის მედია მანამდე წერდა, რომ შეერთებული შტატები ზელენსკის და პუტინის შეხვედრის ჩატარების ადგილად ბუდაპეშტს განიხილავს. სერგეი ლავროვის თქმით, პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის თუ ყველა საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას უმაღლეს დონეზე, იქნება კარგად დამუშავებული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ინდოელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს უსაფრთხოების გარანტიების იმ პრინციპებს, რომლებიც 2022 წელს სტამბულში იყო შეთანხმებული. ყველაფერ დანარჩენს კი უპერსპექტივო წამოწყება დაფასებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ კიევს სურს დარეგულირების იმ ძალისხმევის შერყევა, რომელსაც ტრამპი ახორციელებს. ამასთან ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპა გამოდის უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ინტერვენციის წინადადებით და ეს მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც და თუ უკრაინასთან მომავალი შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა საქმე, სწორედ მაშინ დადგება უკრაინული მხრიდან ხელმომწერების ლეგიტიმურობის საკითხი. რაც შეეხება შეხვედრას, რომელზეც საუბრობს ზელენსკი, გაიხსენეთ, რომ ის ძალიან დიდხანს ამბობდა, რომ ის პუტინთან მოლაპარაკებებს არასდროს აწარმოებდა. მან დღემდე არ გააუქმა საკუთარი ბრძანებულება 3 წლის წინანდელი, რომლითაც პირდაპირ აკრძალულია პუტინთან მოლაპარაკება. მაგრამ ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ ის მზადაა შესახვედრად, მათ შორის ბატონ ზელენსკისთანაც. იმის გაგებით, რომ ყველა საკითხი, რომელიც მოითხოვს უმაღლეს დონეზე განხილვას, იქნება კარგად დამუშავებული. როდესაც და თუ ვიმედოვნებთ, რომ როდესაც საქმე მივა შეთანხმების ხელმოწერამდე, მაშინ იქნება გადაწყვეტილი უკრაინული მხრიდან ხელმომწერი პერსონის ლეგიტიმურობის საკითხი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ ფინანსური თვალსაზრისით ლომის წილი იტვირთონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. ამის შესახებ JD Vance-მა Fox News-ის ეთერში განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ზოგჯერ ლიდერების პირისპირ დასხდომას შეუძლია დაარღვიოს ის ჩიხი, რისი გაკეთებაც მათ გუნდებს არ წაუწევთ. Vance-ის თქმით, ორი საკითხი კვლავ მოსაგვარებელია. არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ და ეს საჭიროა ომისა და მკვლელობების შესაჩერებლად. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ და პრეზიდენტი ნამდვილად ელოდება, რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, ნახეთ, შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ავიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა. რუსეთი თუ კვლავ დაესხმება უკრაინას, კიევის მოკავშირეებს ექნებათ ვალდებულება უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გადაწყვეტილება 24 საათში მიიღონ. Bloomberg-ის ცნობით ამ გეგმის ავტორი იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონია. როგორც სააგენტო წერს, კიევის მოკავშირეების მხრიდან რეაგირება შეიძლება მოიცავდეს უკრაინის სწრაფი და მდგრადი თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, არმიის გაძლიერებას, ეკონომიკურ დახმარებას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას. ამასთან ჯერ გაურკვეველია გულისხმობს თუ არა მელონის გეგმა უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნას. იტალიაში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შპიგელი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იტალიის პოლიციამ უკრაინის მოქალაქე რიმინის რეგიონში დააკავა. მისი დაკავება მოხდა ევროპული ორდერის საფუძველზე. როგორც შპიგელი წერს, მილსადენ ჩრდილოეთის ნაკადზე თავდასხმა უკრაინელმა სპეცრაზმელებმა 2022 წლის სექტემბერში განახორციელეს. იუწყებიან, რომ ყვინთავები იალქნიანი იახტით მიიყვანეს მილსადენთან, რათა მათ ზღვის ფსკერზე დაემონტაჟებინათ ასაფეთქებელი ნივთები.
ნივთიერება. იტალიის სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, როდის მოხდება დაკავებულის გერმანიაში ექსტრადირება. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებასთან არაფერი აქვს საერთო. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ამერიკული კომპანია სომხეთის ტერიტორიაზე გზას არ გააკონტროლებს, არამედ მას მართავს, ანუ განახორციელებს მას ბიზნეს მართვას. ამის შესახებ ნიკოლ პაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კითხვაზე ექნება თუ არა ამ გზაზე ტვირთების გატარების შესაძლებლობა ირანს, პაშინიანმა მაგალითად მოიყვანა სომხეთის რკინიგზის მაგალითი, რომელსაც რუსეთი მართავს. მისი თქმით, ეს რკინიგზა გადის მრავალ დასახლებულ პუნქტსა და გზაზე და არც ერთ სომხურ, ირანულ, ქართულ ან ევროპულ ავტომობილს არ შეხვედრია წინააღმდეგობა ამ რკინიგზის კვეთისას. პაშინიანმა ეს იმით ახსნა, რომ ტერიტორია სომხეთის იურისდიქციის ქვეშაა მოქცეული. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთთან შეთანხმების პარაფირება ფაქტობრივად წერტილს უსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ქალაქ ქალბაჯარში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ალიევის თქმით, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ავტორი აზერბაიჯანული მხარე არის და ბაქოს პოზიციები გათვალისწინებულია დოკუმენტის შედგენისას. მისივე თქმით, ეს შეთანხმება უზრუნველყოფს სახმელეთო კავშირს აზერბაიჯანის ისტორიულ მხარე ნახჭევანთან. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმება 8 აგვისტოს ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით გააფორმეს. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 106 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით ბაკალავრიატის მე-11 და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მე-20 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს. სიტყვით გამოსვლების შემდეგ კურსდამთავრებულებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა. შემეცნებით სივრცეში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსს, რომლის აღდგენა თავდაცვის სამინისტროს და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა. წელს ბაკალავრიატი 76-მა იუნკერმა უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი კი 42 მსმენელმა დაასრულა. ქართული სამხედრო საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გერქვას ღირსეული ჯარისკაცი ნიშნავს, რომ განუხრელად იცავდი ამ პრინციპებს. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, რომელიც საფუძვლიანი თანამედროვე სამხედრო ცოდნით არის აღჭურვილი, რათა ეს ცოდნა მოახმარონ სამშობლოს დაცვას. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის და წინსვლის საქმეში ჩვენ ყველანი ვიამაყებთ თქვენი წარმატებები. ამ აკადემიის კედლებში თქვენ მიიღეთ სამხედრო საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა. წარმატებით შეისწავლეთ სამხედრო ხელოვნება და რაც მთავარია, შეიძინეთ ლიდერული უნარები. რაც აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახურისთვის. სურს მადლობა გადაგიხადოთ იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც თქვენ მიიღეთ და პროფესიად სამხედრო საქმე აირჩიეთ. ეროვნული თავდაცვის აკადემია დაარსების დღიდან ემსახურება დიდ მიზანს. ეროვნულ ფასეულებებზე აღზრდილ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდა ოფიცრებს აძლევს შესაძლებლობას ჩაირიცხონ და ემსახურონ თავდაცვის ძალებში, ემსახურონ სამშობლოს. ეს არის ადგილი, სადაც ღირსეული მაღალი განათლების მქონე და სამშობლოს სიყვარულით გამშვალული ოფიცერთა კორპუსი ყალიბდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას დღეს ჩეხეთთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნელი გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ეს რიგით მე-6 ამხანაგური შეხვედრა იქნება. ჩეხეთთან წინა დაპირისპირებისგან განსხვავებით, ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება ტორონტო რაპტორსის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი. გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია კი კვლავ აგრძელებს რეაბილიტაციის კურსს და ნაკრებს ევრობასკეტის დაწყებამდე ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება. ზედიზედ მე-6 ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები გამოსვლას 28 აგვისტოს ესპანეთთან შეხვედრით დაიწყებს. C ჯგუფში საქართველოს და ესპანეთის გარდა მასპინძელი კვიპროსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საბერძნეთი და იტალია ითამაშებენ. საქართველოს-ჩეხეთის შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ასეთი იყო მოამბე 18 საათზე. გმადლობთ ყურადღებისთვის.